საქართველოში საკონდიტროებისა და საცხობების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა მადარტმა 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 65 მილიონ 390,000 ლარს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა. ამასთან 1 მილიონ 400,000 ლარით 6 მილიონ 900,000 ლარამდე გაიზარდა კომპანიის მოგება. ფინანსური ანგარიშის მიხედვით კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 40 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც მასალების შესყიდვის ხარჯი 23 მილიონი ლარი იყო. უშუალოდ საწარმოო პროცესში ჩართული პირების ანაზღაურება 12 მილიონ ლარს შეადგენდა. სხვადასხვა ზედნადები ხარჯი 3 მილიონ 800,000 ლარი იყო, ცვეთის ხარჯი კი 1 მილიონ 200,000. ამასთან კომპანიის მიტანის სერვისის სახელფასო ხარჯები 4 მილიონ 200,000 ლარი, ტრანსპორტირების ხარჯები კი 3 მილიონი ლარი. იჯარის ხარჯები 700,000 ლარი, მარკეტინგი კი 9 მილიონი. მთლიანობაში მარკეტინგის და მიწოდების ხარჯები 8 მილიონ 900,000 ლარი იყო. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ის მთლიანობაში 9 მილიონ ლარს შეადგენდა. 2025 წელს ყველის და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხაჭოსა და ყველის იმპორტმა 29 მილიონ 300,000 დოლარი შეადგინა. იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,9%-ით გაიზარდა და 5,301 ტონა შეადგინა. მაშინ, როდესაც წინა წელს ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში 4,456 ტონა იყო. აღნიშნული პროდუქტის იმპორტს საქართველოს რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს. მათ შორის ტოპ იმპორტიორია გერმანია, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 5 მილიონი დოლარის ხაჭო და ყველის შემოვიდანეთ. სამეულშია მეზობელი თურქეთი და რუსეთი. საქართველოს ხაჭოსა და ყველის ექსპორტსაც ახორციელებს. მიმდინარე წელს ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე 1 მილიონ 300,000 დოლარის 175 ტონა ყველი და ხაჭო გაიყიდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოცულობა 124 ტონა იყო. საქართველოსთვის ყველისა და ხაჭოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ყაზახეთია, სადაც 9 თვეში 984,141 ტონა პროდუქტი გავიდა. საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 86 ტონა სათამაშო 98,000 დოლარად შეიძინა. იმპორტის ღირებულება 51,2%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 27%-ით შემცირდა. რაც შეეხება ქვეყნებს, რბილი სათამაშოების მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს გაერთიანებული სამეფო იყო, საიდანაც საქართველოს 9 თვეში 49,041 ტონა სათამაშო შემოიტანა, რაც იმპორტის 60%-ია. კახეთში ნაფარეულში მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გახსნილი მორეტონი ლეიქ რეზორტ გაფართოებას აპირებს. სასტუმრო საოპერაციო მენეჯერის ვალერი ბახსოლიანის თქმით, ოპერირება რეზორტმა მიმდინარე წლის 19 ივნისიდან დაიწყო და ის სრულად ქართული ინვესტიციით გაიხსნა. თუმცა პროექტის საინვესტიციო ღირებულების დასახელებისგან კომპანიაში თავს იკავებენ. ახალი ტურისტული ლოკაცია ტბის პირას 5 კოტეჯს, რესტორანს და გარეაუს აერთიანებს და დღეისთვის კომპანია ობიექტის გაფართოების მიზნით ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების ეტაპზეა. ვალერი ბახსოლიანი აღნიშნავს, რომ დაფინანსების წარმატებით მოპოვების შემთხვევაში კოტეჯების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. განთავსების ობიექტის საოპერაციო მენეჯერის შეფასებით, მორეტონი ლეიქ რეზორტს წარმატებული სტარტი ჰქონდა. მისი თქმით, ოქტომბრის ჩათვლით 80%-იანი დატვირთვით იმუშავეს. ინფორმაციისთვის ტურისტული ობიექტი. მორეტონი ლეიქ რეზორტს 19 ივნისს გაიხსნა. ობიექტი მოიცავს 5 კოტეჯს, აუზს და რესტორანს. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა აუცილებელი და უცვლელი პრიორიტეტია და ამ მიზნით ბანკი არაერთ პროექტს უჭერს მხარს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ორთაჭალაში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა, ახალი თაობა გაიხსნა. სკოლა 6,700 კვადრატულ მეტრ ფართობზე არის განთავსებული რეკრეაციულ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. კომპლექსი ორ შენობას აერთიანებს დაწყებითი და საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ორივე კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, რობოტექნიკის სივრცეებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სკოლის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კაფეტერია, სპორტული მოედანი და გამწვანებული მოსასვენებელი ზონები. გარდა ინფრასტრუქტურისა, სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს სწავლების ხარისხს. სწავლების პროცესში გამოყენებულია ფინურ მოდელზე დაფუძნებული მიდგომები. პედაგოგები კი მუდმივად გადიან საერთაშორისო ტრენინგებსა და პროფესიულ საქმიანობას. სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის, წიგნიერების, ფსიქოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის და გრაფიკული დიზაინის კლუბები. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიმდინარეობს ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა კოგნიას დანერგვა, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ საშუალო სკოლის დიპლომს მიიღებენ.